მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასენდა, ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებულის ენერგიები. ვისთვის არის გაშლა? ამ ეტაპზე ვის ვჭირდები? შეხვედრა გაქვთ. თითქოს უნდა შეხვდეთ ერთმანეთს, თითქოს რაღაც სურვილი აგისრულდათ, ან მიზანს მიაღწიეთ. მე ასევე ვიტყოდი, რომ აქ ძალიან გახარებული ხართ ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში ამ ენერგიებში ხართ. ძალიან სიყვარულით სავსე და ესეთი პოზიცია მიფიქსირდება, ხო? ან ხვდებით რაღაცა, ან ჩამოდის ეს ადამიანი და ესეთი შესავალი გვაქვს. კარგით ვნახოთ. რას გრძნობს ეს ადამიანი? რეალურად თქვენს მიმართ. ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაც როგორი განწყობა გვდიცი, თითქოს ჩემი ჯოდოქარია თქვენზე. ან ჩემი რაღაც დიდი ხნის სურვილი, ნანატყის სურვილი, რაღაც ოცნებებზე მესაუბრება, ანუ ფიქრობს, თვით მასაც აუსრულდა ეს ოცნება, მისრულდა ვეღირზე. ესეთი თემა აქვს აშკარად. სხვათა შორის ძალიან როგორ არის იცი, აქ მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი შორეულ სამომავლო თემებზეც კი ფიქრობს თქვენთან მიმართებაში და განიხილავს. ხო, რას გრძნობ? დასტაბილურება მინდა. მოდი ასე ვიტყოდი, დღეს რაღაც სერიოზული პიროვნება გვყავს ხაზზე, საშუალო ფენა არის ეს სხვათა შორის, მაგრამ საკმაოდ ესეთი ენერგიული ტიპაჟი და პირდაპირ გეუბნებათ, რომ მინდა თქვენთან დასტაბილურება ურთიერთობის. მინდა ერთად ვიყოთ ესეთ რაღაცას და თავისი გეგმა აქვს, გრძნობა მაქვს. და მოდი პირდაპირ გადავწყვიტოთ. აი ესეთი რაღაც დაფიქსირდა ჩემო კარგებო აქ. აქ მოდი ბევრი არც ვიფიქროთ, ბევრი არც რაღაცა გავწელოთ ეგ საკითხი და აქ როგორი რაღაც არის ეთყობა, აქ მე 15 ახლა 20 წლის გოგონებისთვის არ არის ეს თემა, ასე ვფიქრობ, უფრო აქ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია ფიქრობს დაოჯახებაზე, ეს თემა არის უფრო, ხო? და შენც დავუშვოთ დასავლეთ, ან შენც გჭირდება ადამიანი გვერდით, მანდა მაინც დაოჯახებას არა. შენც გჭირდება, მეც მჭირდება და დიდი ხანია დავუშვოთ, შენც მარტო ხარ, მეც მარტო ვარ, ესეთი რაღაც არის, ხო? ან დავუშვოთ, ვინცაც დაოჯახება უნდა, შენც გინდა, მეც მინდა, რაღაცა ესეთი არის და მოდი არ გავწელოთ ეს საქმე და ვიყოთ ერთად. აქ არის გრძნობა, აქ არის ადამიანის შემდგარი იმ მხრივ, რომ ზუსტად იცის რა უნდა. კიდევ რას გრძნობ? ხო, ნახეთ, ამ ადამიანს ისე სიმართლე გითხრათ აქვს როგორი ხასიათი, იცით, ცვალებადი აქვს ხასიათი, გაურებული ხშირად და შესაძლებელია, ნახე, ამ ხასიათზე მოვიფიქრე და ხვალ შეიძლება არ ვიყო შენს ხასიათზე ან რაღაცა, რა ვიცი, ხო ხვდები და ხვალ უარი გითხრა, მაგრამ ესეთი ადამიანი სანდოა, ეხლა მოდი დავუსვათ, სანდო ხარ ახლა შენ, როცა
ესე ხასიათებს გვიჩვენება აქ. მოდი და დაგთანხმდა ქალი და კი დღეს ყველაფერი კარგად გაიღვიძა და მე რა ვიცი მთვარეზე ხარ დამოკიდებული ყვაღაზიაზე გაიღვიძე სიტყვაზე. შირაგინდა ქანეო მე იქნება ესე ვთქვი თვით შირაგინდა ქანეო. სანდო არის ესპერონება? გასვერტი დალაგებული კაცი რა შეიქნა. სანდოების რა გითხართ. ეს არის ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ ცოტა სანდომთლად არ არის. აბა მაშინ რაღაც მაშინ დაახლოებით ესე რაღაც ვეღარ გავიგე. თქვენ თუ გამოიტანთ აზრს ძალიან კარგი იქნება. როგორ არის იცით სულ იქნებით ამის ხელში თავიდან ისე დავიწყე ლაპარაკი რომ მეგონა რაღაცა გონია კარგად მიდის თქო მაგრამ გაურებული სულ რაღაცა მე მის ხასიათებს უნდა უყუროთ დღეს ახლა გინდი ვარ თუ დღეს აღარ გინდი ვარ გადაიფიქრე ой რას ლაპარაკო მე ალბათ შელოცვა უნდა მასე შეულოცოთ თუ რაღაცა და ხო ხვდებით რა შელოცვა ახლა ხუმრობით კაცო უზ ნაუჟმურები შეულოცოთ მე ალბათ და ეს რაღაცნაირად რა ვიცი ხეირი რა არის შენგან მოდი ესე ვთქვათ კარგი ხეირისა სახეიროს მეფეს ვხედავ მაგრამ დავუშვათ კარგი დათანხმდით ესე მარტივად შედით ურთიერთობაში და ამ ხასიათი აღებით ამ რა იქნება გაგრძელდება ურთიერთობა მაინც იგივე ნახე ავჭე ხედა იგივე სუსტად იგივე არკანი ამოვიდა არა აქ მე მოდი რჩევას გეტყვით თქვენ ვისთვისაც რეზონინდა მე გეტყვით რომ აქ ცოტა თავი შეიკავეთ იმიტომ რომ ურთიერთობაშიც რო შეხვიდეთ ზუსტად რაც გავაჟღერე იგივეს დაგიფიქსირებთ ეს ადამიანი და მას ესადა ეხლა დუქანჩო არ გონია თავი ურთიერთობა ხო სიტყვას რო იტყვი ვიყოთ ერთად და მოდი დავასტაბილუროთ და რაღაცა ამ სიტყვას ვერ ატარებს აქ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით პრობლემები არის მე გაურჭოფებაში ვარდებით ეხლა რა ვქნა საით გავიქცევო და ესეთი თემა გაქვს და კაი ინფორმაცია მინდოდა რა და კაი სასიკეთოს რა გრძნობაზე გითხარი რამე ისე ცოტა მაინც გითხარი გრძნობა ამ ადამიანს გრძნობასთან დაკავშირებით რა ჭირს იცით სწრაფად იმაშვება ესე იგია ეს არის ხურუშიანი ვიღაც ესე გამოვიდა ესე იგი სწრაფად მოუნდება დალაპარაკება ეს სწრაფად ჭკაჭკაჭკა ან წავიდა ჭკაჭკაჭკა და მე თუ ესე გამოათვალა და ვიცი ემოციურ ზიანს მოგიტანთ ეს მაინც იმ ტიპაჟად დამიფიქსირდა რომ მის სიტყვას ვერ შეასრულებს ჩემო კარგებო არა და თავი ძალიან მაგრად კინტრივით მოაქვს თავი კიტრივით და ეს ამბიცია აქვს მაგრამ კიტრობა თუ უნდა კიტრი კი არის ისეთაც კივილი არა მე რა ვიცი არ გირჩევთ რა ვიცი რა ეს ვიცი რომ აქ მანდა მაინც არენდოთ ამ ადამიანს გართობა თუ გინდათ რა ვიცი და გაწყობთ ესეთი მომენტი სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ექიმა თუ დაგინიშნათ და სხვა რა გითხრათ უკაცრა ასე დამიფიქსირდა რა უკაცრა ესე კი რა გავაკეთო მეტი სერიოზულად ძალიან სერიოზულად გესაუბრებით არა და არ შემიძლია სამკურნალოდ გამოიყენებთ ამას ჭირდება როგორი ქალი მე გეტყვით
ზუსტად რომ დავუშვათ, აი რა გონია რაღაცა გამოვიდა და მე რომ დააპაშოლებს, ხო? ან ერთდღიანი ქალი რა, ესეთი ძალიან მაგრად რომ მოეწონება, კიდე უნდა შეხვედრა და მე ვარს ეტყვით. რაღაცა ესეთი. პირიქით უნდა დახვდეთ ამას, ხო? პირიქით უნდა აჩვენოთ ეს ხასიათები. ამ შემთხვევაში ის იქნება, რომ ჭკუას ასწავლით, მოდი ასე ვთქვათ. კი, ჭკუას ასწავლით. და შედეგი რა იქნება მერე? ამ შემთხვევაში იქნება შედეგი. კი ბატონო, ამ შემთხვევაში რაღაც მერე მოეგება გონზე და უფრო დაასტაბილურებს და საჩუქარსაც იკადრებს თქვენ წარმოიდგინეთ. ამ ტიპას ჭირდება ესეთი ქალი, მოკლედ. იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია. თაგემშვიდობებით დროებით.